გველოდებით საძის სასტვენს გაისმის იგი და დაიწყო დღევანდელი შეხვედრა ამ გუნდებს შორის რიგით მე-11 აქეთ მარჯვნიდან ცდილობენ უპირატესობის მოპოვებას თედო ზიბზიბაძე იყო მის გვერდით საბოლოოდ ბურთს ჩვენ ვაკონტროლებთ აბუსერიძე გამოიტანს ახლა რაკიდან შევუტიეთ კარგათაც ანტონ ფეიქრიშვილი თვითონვე მიიწევს გადათელა იქ დაცვა ბოლოს მაინც შეძლეს შეჩერება ოღონდ დროებით ისევ ჩვენი უპირატესობა ისევ გრძელდება ეს შეტევა ახლოს არის იქვე ირაკლი მაჩხანელიც აი მარჯვნივ პასი და ლელო ვასილ კაკოვინი უტევდა ანტონ ფეიქრიშვილის მერე შემდეგ ლექსო გოგავა, მაგრამ მან თავისი ლელო მე-7 წუთზე დადო, ხედავთ ტრიბუნებს და განმეორებით ნახავთ ახლა ამ ჩინებულ შეტევას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იმ პირველ ლელოს, რომელიც ქართველებმა დადეს ესპანელთა ჩათვლის მოედანს. აი ეს შეტევაც და აი ეს ლელოც, ლექსო გოგავა. ყველაფერი კარგი. თბილისის ლელო. ბოჭვას მოყვა ის ჯარიმა ზუსტად. ააგდო ნატრიაშვილმა. მოხსნა ლაბაზემ ჩამოაგდო. ძელი პასი იქით, ხაზი იქო ზედმეტები ვარ. კარგი შეტევა. კარგად ჩაერთო ახლა შეტევაში ბესიკ ხამაშურიძე. ისევ მარცხნიდან ცდილობს უპირატესობის მოპოვებას, გია ლაბაძე მიიწევდა თვითონ წინ, ფეხით ჩააგდეს, მიწდება თუ არა ბურთს მერაბ კვირიკაშვილი. მერაბ კვირიკაშვილის ლელო ანგარიში ხდება 10-0. ჩინებული იყო. ხირო ავიღოთ ის პრემია, მარტო მოგება აღარ კმარა უკვე. აი განმეორებით ახლა ეს ეპიზოდი. ნახეთ, კვირიკაშვილი უბრუნებს უკან ლაბაძეს. შემდეგ ისევ კვირიკაშვილია ბურთით. მერე გადაიკიდა ესპანელს მოხვდა ხელზე, ბურთი ძალზე უკუღმართა ტახტა იქ, აი მეკოს ფეხში და თვითონვე მიწვა კვირიკაშვილი. ბურთი დავარდნილი იყო, მიწვა თვითონვე დაამიცა და ანგარიში გახდა 10-0 ამ წუთისათვის, ვიდრე რეალიზაციას დავარტყმა ახლა თქვენს ეკრანზე. გამორბენი დარტყმა და არის ზიამდგარი გულშემატკივარი, რა თქმა უნდა, ტაშით აჯილდოვებს ქართველების იმ პირველ ეპიზოდს, როცა აიდანაც ლელო დაიდო და შემდეგ მერაბ კვირიკაშვილს, რომელმაც საკმაოდ მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა რეალიზაცია. დარტყმა და საათის თავზე ანგარიში, მაბადია ნახევარი საათის თავზე 30 წუთია გასული მატჩის დაწყებიდან, ანგარიში გახდა 15-0 და თითო გარდასახვა და ჯარიმა. ესპანელსა არაფერი. ეს ჩემპიონატში ხო დიდი ხანია და ფრანგებმა მე ეს სისტემა განავითარეს და ეხლა ცოტა სხვანაირად აქვს. ერთ მაქნას მახოთ. ფეხით გამოვიტანეს ახლა ჩვენმა სტუმრებმა და აუტი. მაგრამ სამი ნომრების გარდა სწრაფად გავათამაშეთ აუტი და სწრაფადვე შევუტიეთ. ზიბზიბაძე იყო ბურთით, შემდეგ რა კარგი პასი იყო და რა კარგად შევიდა. კიდევ ერთი შეტევა. აჭარავა. თვითონვე შესანიშნავი სოლო გარღვევა გაჭარავას. ჩინებული შეტევა საქართველოს ნაკრებისა და კიდევ ერთი რიგით მე-3 ლელო დღევანდელ შეხვედრაში რეალიზაციას დავარწყავთ და არც აქ იქნება რაიმე პრობლემა. აი ნახეთ და მიადევნეთ თვალი ახლა ამ ეპიზოდს. აბუსერიძემ გამოიტანა. გაჭარავა მაიღო მივიდა 2 ნომერზე, 2 ნომერი 13 ვერ დაიჭერს. დიდებულად მივიდა მე. ვერც 10-მა შეძლო მისი გაჩერება. აი სამი ესპანელი ცდილობდა. ბოლოს ერთი მართალია მას მიწვდა. ეს იყო მე-9 ნომერი მათი აი ეს სტარანი, მაგრამ ვერც მან ვერ შეაჩერა გაჭარავა და ასე დაიდო მე-3 ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ახლა მერაბ კვირიკაშვილი, რეალიზაცია და რა თქმა უნდა 23-0. მივაწექით, კარგად მოვიგეთ შევკინება. მარჯვნივ ჩაერო ხამაშურიძე ჩართეს საქმეში, თვითონვე შევიდა ლელო და აი ეს ლელო ტაიმის მიწურულს, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, მე-4 ლელო დღევანდელ შეხვედრაში, ანუ 4 ლელო პირველ ტაიმში დადებული და ნახოთ მეორე ტაიმი როგორ წარიმა. ახლა კი განმეორებით მე-4 ლელო დღევანდელ პირველ ტაიმში დადებული შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის აბუსერიძის პასი. ხამაშურიძე 10 ნომერზე კარგად მოიშორა. მერე რა სამი კაცი ჩამოეკი და ჩამოეკონციალა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა მისი დაგდება. შევისვენოთ 10 წუთი და შემდეგ ნახოთ მეორე ტაიმის პირდაპირ რეპორტაჟი. მოხსნედელობაში და უშეცდომოდ
პირველი ტაიმი და საკუთი მაღალი კლასი გვიჩვენა დღევანდელმა არბიტრმა მსაჯობისა. ესპანელებმა მოიგეს ეს გათამაშება თავისავე ნახევარზე ცდილობენ ბურთის შენარჩუნებას, ჩვენები კი მაქსიმალურად ცდილობენ იქვე თავისავე 22-ში არ მისცენ საშუალება ესპანელებს ბურთის გამოტანისა. ბურთი წავართვით, შევუტიეთ ჩინებულად და იქნება ლელო აუცილებლად. დიახ, ირაკლი ნატრიაშვილის მეხუთე ლელო დღევანდელ შეხვედრაში. ესპანელების აუტი იყო მოგებული, შემდეგ უხეიროდ ითამაშეს, დაიეს შეტევა შალვა სუთიაშვილი, შემდეგ ირაკლი ნატრიაშვილი, კარგი პასი, ჩინებული შესვლა და მეხუთე ლელო დღევანდელ შეხვედრაში 32-0 მეხუთე ლელო და მესამე ზუსტად დარტყმული რეალიზაცია, რომელიც მერვე ნომრით თამაშობდა ამ პოზიციაზე შეხვედრას აგრძელებს ზვიად მაისურაძე, საქართველოს ჩემპიონის თბილისის ლოკომოტივისა და ეროვნული ნაკრების მერვე ნომერი. დიახ, მაჩხანელი შეტევა. შემდეგ კვირიკაშვილი, კიდევ ერთი ლელო თედო ზიბზიბაძე შევიდა ესპანელთა ჩათვლის მოედანზე და აქ უკვე ჩვენი უპირატესობა. ახლა განმეორებით ნახავთ ჩვენ ამ შეტევას. ეს მაჩხანელია. კარგად შევიდა. შემდეგ იქ მოამზადა კარგი პოზიცია იმისათვის, რომ კვირიკაშვილს მიეცა ბურთი, კვირიკაშვილმა დაინახა ეულად მყოფი თედო ზიბზიბაძე, რომელსაც რაღა თქმა უნდა არ დასჭირებია ბურთის მეტოქის ჩათვლის მოედანზე შეტანა. კიდევ ერთი შეტევა ჯაბა ბრეგვაძე. ახეთ როგორ ხალისობს მაყურებელი, რომელიც მოვიდა დღეს ლოკომოტივის სტადიონზე ამ მატჩის სანახავად, სამხარაძე ბურთით. ამ საჩელი ჩვენსკენაა გაშვერილი, ჯარიმა გვერგება. თუ ლელო ვერ დავდეთ. მაგრამ მე მგონი ლელოს დავდეთ ზალ და ეგ ჯარიმა აღარ დაგჭირდება. ასეთი პირი უჩანს ამ ეპიზოდს ყოველ შემთხვევაში. ასეც მოხდა გია ლაბაძის ლელო 44-0. შენ სტატისტიკას ალბათ მოუწევს წლამდე ასაკის ალაფ. დიახ, ეს ასპარეზობა პირველად აიარბის ისტორიაში თბილისში გაიმართება. შეგახსენებთ 24 მონაწილეობას. გეტყვით იმასაც, რომ თბილისში საასპარეზოდ ჩამოვა სამოას. ერთი ტრავმა, რაღაც ტრავმები მოგვეძალა აი ამ ბოლო მონაკვეთში. შეტევა და ვინ? რა თქმა უნდა ისევ თედო ზიბზიბაძე და მეორე მისი ლელო 51-0-იან. აი განმეორებით ნახავთ ახლა სამარჩიელოდ არ გავიხდით საქმეს. მალაგურაძე მიზი და მეტოქები გაატანა თედოს, მერე თედო მორიკაცი მოაწვა და კარის უკან დადო. ეს კი ნამდვილად ქუთაისის სკოლის გაარტყავს და გაიტანს. ზე ვართ დღევანდელ ტურში რაც უნდა მოხდეს, არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ პორტუგალიაში ჩავდივართ როგორც გათამაშების ლიდერები. შეტევა ჩინებული მეკაურჯუკაშვილი და კიდევ ლელო. მე სათვალავით ამერია მე რამდენი. ალბათ მეცხრე არის და ეს რეკორდის მოგხსენ. და შესანიშნავად შემოვიდა იგი მეორე ტაიმშიც. ნახეთ, ისი არ გადის ჩვენი 15 ნომერი მოედნიდან, რომ თავისი ლელო არ დადოს. ეს კი რაღა თქმა უნდა უაღრესად მისასალმებელი ნომერი, როცა ერთვება თამაშში და ერთვება ასე ჩინებულად, ეს უკვე რეკორდული ანგარიში 60-0 საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დაამარცხა ესპანეთის ნაკრები და 10 გოლით ლიდერობს ევროპის ერთა თასის გათამაშებას დღეისათვის.